1911 წლის 21 აგვისტო ორშაბათი დღე იყო. საფრანგეთის მთავარი მუზეუმი ლუვრი, ისევე როგორც სხვა მუზეუმები, ისვენებდნენ. მათი კარები იყო დაკეტილი, მაგრამ ლუვრში შედიოდნენ თანამშრომლები, დეკორატორები, რესტავრატორები, დამლაგებლები და მათ შორის იყო 30 წლის დაბალი იტალიელი კაცი, ვინჩენცო პერუჯა. ვინჩენცო პერუჯა მუშაობდა ლუვრში, ამიტომ კარგად იცოდა ამ შენობის არქიტექტურა და ასევე მუზეუმის ექსპოზიციები. ცოტა ხანში ვინჩენცო პერუჯა შევიდა ერთ-ერთ დარბაზში და კედლიდან მოხსნა ნახატი. ნახატი საკმაოდ დიდი იყო და ეს არ იყო ტილო, იყო დახატული ხეზე. ვინჩენცო პერუჯამ ვერ დამალა ნახატი ხალათის ქვეშ და თეთრი ხალათი ეცვა, ისევე როგორც სხვა თანამშრომლებს. ამიტომ ნახატი შეახვია ხალათში, გავიდა გალერეიდან და შემდეგ მშვიდად დატოვა მუზეუმის ტერიტორია. რამდენიმე საათში ლუვრის თანამშრომლებმა, შემდეგ კი მთელმა საფრანგეთმა გაიგო, რომ ლუვრიდან გაქრა ლიზა ჯერარდინის პორტრეტი. ეს არის ნახატი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის დღეს არის ცნობილი როგორც ლეონარდო და ვინჩის შედევრი, იგივე მონა ლიზა ან ჯოკონდა. მაშასე დღეს გთავაზობთ პირადი საქმის კრიმინალურ არაჩვეულებრივ შვიდეულს. ყველაზე ცნობილი და ჩვენი აზრით საინტერესო ქურდების და მძარცველების სიას. ტრადიციულად მინდა დავიწყო სანამ გადავალთ ამბავზე პატრა განცხადებით. სულ ცოტა ხნის წინ პირადი საქმე შეუერთდა პატრეონის პლატფორმას და ჩვენ უკვე 10 გამომწერი გვყავს ამ პლატფორმაზე. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ამ ადამიანებს მხარდაჭერისთვის. თქვენც მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ აი ამ სივრცეში, გახდეთ პირადი საქმის სპონსორები. სხვებს კი ვთხოვთ, რომ გამოყვეთ YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე, დაგვიჭიროთ მხარი, მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი YouTube-ის ალგორითმისთვის. მოიწონეთ YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე და რა ვიცი, გახდით ჩვენი მხარდამჭერები. დიდი მადლობა ამისთვის. ახლა კი გავაგრძელოთ საუბარი მონა ლიზაზე, ვინჩენცო პერუჯაზე და გავაგრძელოთ მოყოლა ვინ არიან აი ამ არაჩვეულებრივი შვიდეულის წარმომადგენლები. ეს არის აქვე ვიტყვი პატრა disclaimers გავაკეთებთ, რომ ჩვენ არანაირად არ ვახდენთ ამ ადამიანების რომანტიზებას, უბრალოდ ჩვენი აზრით საინტერესო პიროვნებები იყვნენ, საინტერესო ცხოვრება ჰქონდათ და გადავწყვიტეთ, რომ აი ესეთი არაპოლიტიკური ეპიზოდი გავაკეთოთ და გავაკეთოთ ეპიზოდი ესეთი საინტერესო და ცნობილ მძარცველებზე. მაშასე დაუბრუნდეთ ვინჩენცო პერუჯას. როდესაც ლუვრის თანამშრომლებმა და შემდეგ პოლიციელებმა გაიგეს, რომ გაქრა მონა ლიზა, ბუნებრივია, დაიწყო ძებნა. ყველა ლუვრის თანამშრომელი დაიკითხა. ეჭვის ქვეშ იყო ბევრი ადამიანი და სხვა შორის მათ შორის იყო ლუვრის დირექტორი. უბრალოდ ლუვრის დირექტორს იმ დღეებში ჰქონდა ალიბი 21 აგვისტოს იგი იმყოფებოდა ალპებში და ნამდვილად ვერ მოიპარავდა ამ ნახატს. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, როგორც გითხარით, ბევრი ადამიანი დაიკითხა და მათ შორის იყო ცნობილი მხატვარი პაბლო პიკასო და ასევე ძალიან ცნობილი ფრანგი პოეტი გიომ აპოლინერი. რატომ? საქმე ის არის, რომ 4 წლით ადრე გიომ აპოლინერის მდივანმა გამოიტანა ლუვრიდან 4 იბერიული სტატუეტი და მიყიდა პაბლო პიკასოს. შემდეგ ეს ამბავი გასკდა, გაირკვა, პოლიციამ ამის შესახებ გაიგო, პაბლო პიკასოს მოუწია ამ სტატუეტების დაბრუნება, მაგრამ ნუ აი რაღაცა მისი რენომე ცოტა შეილახა. ამიტომ პაბლო პიკასო დაკითხეს, გიომ აპოლინერმა რამდენიმე დღე ჟანდარმერიაში გაატარა, მაგრამ მერე ორივე გაუშვეს, რადგან არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. 28 თვის განმავლობაში მთელი საფრანგეთის საუკეთესო დეტექტივები, პოლიციელები ეძებდნენ მონა ლიზას. ზუსტად იმ პერიოდში ეს ნახატი და შემდეგ, როდესაც უკვე მონა ლიზას იპოვიან, ბევრად უფრო ცნობილი გახდება, ვიდრე ამ ქურდობამდე.
ამ 21 აგვისტომდე ეს იყო ერთ-ერთი ნამუშევარი, რომელიც ამშვენებდა ლუვრს, მაგრამ აი ამ ქურდობის შემდეგ ძალიან ბევრმა ადამიანმა მოინდომა მონა ლიზას ნახვა. აი 28 თვის მანძილზე განმავლობაში ეძებდნენ მთელს საფრანგეთში, მაგრამ სამწუხაროდ ვერა და ვერ პოულობდნენ. გადის დრო, გავიდა აი დაახლოებით ესე იგი 2 წელიწადი და ფლორენციაში მცხოვრებმა არტ დილერმა, რომლის სახელიც იყო ალფრედო ჯერი, 1913 წლის ნოემბერში მიიღო წერილი. წერილში ეწერა შემდეგი რამ: მე ვარ იტალიელი, ჩემი სამშობლოს დიდი პატრიოტი, 2 წლის წინ ლუვრიდან მონა ლიზა მოვიპარე. ახლა ვცდილობ ფრანგების მიერ ნაპოლეონის ეპოქაში მოპარული ლეონარდოს საგანძურის დაბრუნებას იტალიაში. გარდა ამისა, წერილში ისიც ეწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ ფასს არ აწესებდა წერილის ავტორი, თავად მდიდარი კაცი არ იყო და კომპენსაციაზე უარს არ იტყოდა, თუ მისი სამშობლო, ესე იგი, ჩათვლიდა საჭიროდ და დააჯილდოვებდა. თავიდან ალფრედო ჯერი მიფიქრა, რომ ეს არის რაღაცა ხუმრობა, ან ვიღაცა თაღლითმა დაუწერა ეს წერილი, მაგრამ მაინც დაფიქრდა, რადგან იცოდა, რომ 2 წლის წინ მართლაც მოიპარეს მონა ლიზა და არც უპოვია პოლიციას და ამიტომ დაუკავშირდა ფლორენციაში ყველაზე ცნობილი მუზეუმის გალერეა უფიცის დირექტორს. ჯოვანი პოგის. პოგიც დაფიქრდა თავიდან გაკურებულები იყვნენ, მაგრამ მაინც ურჩია ალფრედო ჯერის, რომ უპასუხოს ამ წერილს. წერილის ბოლოს, ესე იგი, ეწერა ლეონარდო ვი. წერილი იყო მოსული საფრანგეთიდან. ალფრედო ჯერი მართლაც უპასუხა ამ წერილს და უთხრა, რომ კი ბატონო, მოდი შევხვდეთო ფლორენციაში. ამაზე თავიდან წერილის ავტორი, ესე იგი, დათანხმდა, მაგრამ შეხვედრა არ შედგა. სხვადასხვა ვერსია არსებობს, შეიძლება იმის გამო, რომ როგორც მე ირკვევა, ვინჩენცო პერუჯო იმყოფებოდა პარიზში, ან შეიძლება უბრალოდ შეეშინდა, მაგრამ უკვე იგივე წლის 1913 წლის 9 დეკემბერს ალფრედო ჯერიმ ახალი წერილი მიიღო, სადაც იგივე ლეონარდო ვი ატყობინებდა, რომ იმყოფებოდა მილანში და მზად იყო მეორე დღეს ჩამოსულიყო ფლორენციაში. აქ უკვე ალფრედო ჯერი ცოტა დაფიქრდა, ისევ დაუკავშირდა ჯოვანი პოგის, ufficis დირექტორს და უთხრა, ნუ აი ესეთი ამბავი არისო. მოკლედ დაინიშნა შეხვედრა და ალფრედო ჯერი მივიდა სასტუმროში, სადაც გაჩერდა წერილის ავტორი. ავტორი იყო 22 წლის ახალგაზრდა იტალიელი კაცი, არ უთქვამს თავისი სახელი, ისევ თავის ფსევდონიმს იყენებდა ლეონარდო ვი და ალფრედო ჯერის აჩვენა მონა ლიზა. თავიდან ახლა ეს ალფრედო ჯერი არტ დილერი იყო, ერკვეოდა ხელოვნებაში და თავიდან რომ შეხედა, ნუ დაასკვნა, რომ ეს ნამდვილად ჯოკონდა იყო. სხვათა შორის იმაზე თუ რატო ქვია მონა ლიზა ჯოკონდა, ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით, არ გადართოთ, არ გადაახვიოთ. შემდეგ ალფრედო ჯერიმ უთხრა ესე იგი ამ ადამიანს, რომ მოდიო წავიდეთო ufficis-ში, რადგან მე მინდა რომ დავწმუნდე, რომ ეს ნამდვილად ლეონარდოს, დიდი ლეონარდოს ნახატია და იქ ufficis დირექტორი ამ ნამუშევარს შეამოწმებს. მართლაც მივიდნენ ufficis-ში, ჯოვანი პოგი გაგიჟდა კინაღამ რო დაინახა მონა ლიზა, იმიტომ რომ მიხვდა შეამოწმა, თან იქ იყო ლუვრის რაღაცა სერტიფიკატი უკან და ნამდვილად ორივე ადამიანი დარწმუნდა, რომ მათ წინაშე არის ლიზა ჯერარდინის პორტრეტი. ამის შემდეგ ორივე უთხრა, რომ ჯობია, რომ ეს არაჩვეულებრივი ნახატი და ეს საგანძური დატოვოს ufficis გალერეაში, მით უმეტეს, რომ ეს ადამიანი ამბობდა, რომ მისი მთავარი მიზანი იყო ამ ნამუშევრის დაბრუნება იტალიაში, სამშობლოში. აქაც იმას ვიტყვი, რომ ვინჩენცო პერუჯა შეცდა. ნაპოლეონს არანაირი კავშირი არ აქვს მონა ლიზასთან, რადგან თავის დროზე ლეონარდო და ვინჩიმ, რომელიც გადავიდა
საცხოვრებლად საფრანგეთში თვითონ აჩუქა ეს ნახატი მაშინდელ ფრანგ მეფეს ფრანცისკ პირველს. ამიტომ ნაპოლეონი დაბადებულიც კი არ იყო, 2 საუკუნის მერე დაიბადა ამ ამბების შემდეგ. მოკლედ, მონა ლიზა დარჩა უფიციაში და როდესაც ვინჩენცო პერუჯა დაბრუნდა სასტუმროში, ცოტა ხანში მის კარზე დააკაკუნეს და ეს იყო პოლიცია. ესე დააკავეს ვინჩენცო პერუჯა და ესე გაირკვა, ვინ იყო ის ქურდი, რომელმაც მოიპარა ჯოკონდა. რატომ ჯოკონდა, რატომ მონა ლიზა? როგორც გითხარით, ეს არის ლიზა ჯერარდინის პორტრეტი. ლიზა ჯერარდინი 16 წლის, რომელიც ცხოვრობდა ფლორენციაში, 16 წლის ასაკში გაყვა ვინმე ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს. ლიზა იყო 24-25 წლის, ზუსტად ეს არ ვიცით, როდესაც 1503 წელს ლეონარდო და ვინჩიმ გადაწყვიტა მისი პორტრეტის დახატვა. არ არის დახატული ტილოზე, არის ხეზე, ეს შედევრი და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ნახატი იყო ერთ-ერთი შედევრი, რომელიც ამშვენებდა ლუვრს, მაგრამ აი ესეთი ცნობილი ნახატი, რომელიც არის ალბათ ყველაზე ცნობილი ნამუშევარი და პორტრეტი მთელს მსოფლიოში, გახდა ზუსტად აი ამ ქურდობის შემდეგ. ვინჩენცო პერუჯა დააკავეს 1915 წელს გაიმართა სასამართლო პროცესი. სხვათა შორის ვინჩენცო პერუჯას გამოუჩნდა ძალიან ბევრი მხარდამჭერი. ისინი, ვინც თვლიდნენ, რომ პერუჯა არის ნამდვილი პატრიოტი, არის ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა მონა ლიზას დაბრუნება ფლორენციაში. მაგრამ პროკურორმა ჩათვალა, რომ შეიძლება საჭირო ყოფილიყო ვინჩენცო პერუჯას ფსიქიატრიული შემოწმება, ამიტომ ერთ-ერთ სასამართლოს ხდომაზე დაპატიჟეს ფსიქიატრი. ფსიქიატრი იყო პაოლო ამალდი. აი ძალიან საინტერესო ხერხი გამოიყენა ამალდიმ იმისთვის, რომ შემოწმებინა ვინჩენცო პერუჯას ფსიქიკური მდგომარეობა. მან უთხრა ესეთი რამ, რომ წარმოიდგინე, რომ ხეზე ზის 2 ჩიტი. იქო ესე იგი მიეპარა მონადირე, ესროლა ჩიტებს და ერთ-ერთი ჩიტი მოკლა. რამდენი ჩიტი დარჩა ხეზე? ერთი წუთით არ უპასუხოთ არ შეკითხვას, იმიტომ რომ შეიძლება შეცდომა დაუშვათ, იმიტომ რომ ვინჩენცო პერუჯამ უთხრა ეგრევე უპასუხა, არც დაფიქრებულა, ეგრევე უპასუხა ერთიო. დასკვნა იყო შემდეგი, პაოლო ამალდიმ განაცხადა, ეს კაცი იმბეცილია. აი, ესეთი დასკვნა გააკეთა. გაფრინდა მეორე ჩიტი, ეხლა ყრუ და უსინათლო თუ არ იყო, ეხლა გაიგებდა, რომ იყო გასროლა და მისი მეგობარი მოკლეს. სასამართლო მიუსაჯა ვინჩენცო პერუჯას 1 წლით და 15 დღით, სულ რაღაცა 1 წლით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ციხეში ამ კაცმა მხოლოდ 7 თვე გაატარა. სხვათა შორის მერე ისევ დაბრუნდა პარიზში და იქ ცხოვრობდა. აი ესეთი ისტორია, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ისტორია ძარცვების და ქურდობების სამყაროში. მონა ლიზას გაუჩინარება ლუვრიდან. მოდით გადავიდეთ ჩვენი არაჩვეულებრივი შვიდეულის მეორე ნომერზე და ამ ადამიანს ერქვა ფრანსუა ვიონი. ფრანსუა ვიონი, ქურდი პოეტი. შეიძლება ბევრისთვის ეს სახელი ნამდვილად ცნობილია. მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ბავშვობაში დეიდაჩემს ჰქონდა წიგნი მისი ლექსების, ძირითადად წერდა ბალადებს და მე ძალიან მომწონდა სიამოვნებით, ესე იგი ვკითხულობდი, მაგრამ მე კი არა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემმა მშობლებმაც არ იცოდნენ, რომ ამ ბალადების ავტორი თავის დროზე და ფრანსუა ვიონი ცხოვრობდა მე-15 საუკუნეში ძალიან ცნობილი ქურდი იყო. ფრანსუა ვიონი მისი ფსევდონიმია, სინამდვილეში გვარზეც არ არის ესეთი ერთი ვერსია, ამბობენ რომ რეალური გვარი იყო მონკორბიე ან დელოჟ.
გაუგებარია, მაგრამ ბავშვობაში ძალიან ღარიბ ოჯახში დაიბადა ფრანსუა ვიონი, მაგრამ ბავშვობაში, ახალგაზრდობაში, უფრო სწორედ, მას გამოუჩნდა ესეთი მფარველი, ესე ვთქვათ, რომელმაც დაუფინანსა ფრანსუა ვიონს და ამ კაცის გვარი იყო ვიონი. აი რატომ აიღო, ესე იგი, ამ ადამიანის ფსევდონიმი ფრანსუა მონკორდიემ. ამ ადამიანმა დაუფინანსა ფრანსუა ვიონს სწავლა უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რადგან ვიონი იყო გატაცებული, ესე იგი, ქურდის კარიერით, შეუერთა ერთ-ერთ ბანდას, მაგრამ უკვე იმ წლებში დაიწყო ლექსების და ბალადების წერა და ეს იმდენად კარგად გამოსდიოდა, რომ მეფის კარზეც კი მას იცნობდნენ. ბევრი რო არ გავაგრძელოთ, ფრანსუა ვიონი არაერთხელ დააკავეს, მაგრამ სულ გამოჩნდებოდნენ ხოლმე ვიღაცა მფარველები, ის ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობდნენ მის შემოქმედებას, როგორც პოეტს და ფრანსუა ვიონს უშვებდნენ ციხიდან. 1463 წლის იანვარში ფრანსუა ვიონი ისევ დააკავეს, ძირითადად ეს ბანდა იყო დააკავებული ეკლესიების გაძარცვით. ეს აბსოლუტურად ბუნებრივი ამბავია, იმიტომ რომ იმ შუა საუკუნეებში, მე-15 საუკუნეზეა საუბარი, ყველაზე მდიდარი ინსტიტუტები, ესე იგი, ეკლესიები იყო, იმიტომაც ეკლესიებს ძარცავდნენ. 1463 წელს ფრანსუა ვიონი ისევ დააკავეს და ამ შემთხვევაში უკვე მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა. რატომ? იმიტომ რომ იმ ძარცვის დროს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მოხდა, ერთ-ერთი ადამიანი ამ ბანდის წევრებმა მოკლეს. მაგრამ ისევ ფრანსუა ვიონს გამოუჩნდა ვიღაცა მფარველი, რომელმაც შეაცვლევინა ეს ვერდიქტი და ფრანსუა ვიონს აეგრძალა პარიზში ცხოვრება 10 წლის განმავლობაში. აი ამის მერე, როგორი საინტერესო ის იყო, ესე იგი, ჯერ სიკვდილით დასჯა უნდოდა და შემდეგ უბრალოდ პარიზში ვერ იცხოვრებ 10 წელი. როგორც არის. მოკლედ ამის მერე ფრანსუა ვიონის კვალი საერთოდ ქრება. უფრო მეტიც არსებობს ვერსია, რომ სხვადასხვა თარიღები არსებობს მისი სიკვდილის, მაგრამ არ ვიცით, როგორ გარდაიცვალა, სად დაიღუპა, არ ვიცი ერთი ძარცვის დროს, თუმცა ამას ალბათ უფრო გავიგებდით. მოკლედ 63 წლის შემდეგ ფრანსუა ვიონის კვალი ქრება. ფრანსუა ვიონის ლექსები მე ძალიან გირჩევთ, რომ გაეცოთ, ძალიან საინტერესოა. სატირული ბალადებია, ესეთი სარკასტული. ქართულად მისი ბალადები და ლექსები თარგმნა დავით წერედიანმა და ძალიან გირჩევთ, რომ გაეცნოთ, საინტერესო საკითხავია ნამდვილად, მაგრამ ის ფაქტი, რომ ფრანსუა ვიონი გარდა იმისა, რომ იყო ძალიან კარგი და ცნობილი პოეტი, დღემდე ჩვენ მას ვიცნობთ, აი იყო ესეთი საკმაოდ ცნობილი მძარცველი. მოდით გადავიდეთ ჩვენი არაჩვეულებრივი შვიდეულის მესამე ნომერზე და აქ ჩვენ საუბრობთ არა ერთ ადამიანზე, არამედ წყვილზე. ბონი and Clyde. ბონი პარკერი და Clyde Barrow. თუ არაფერი არ გაგიგიათ ამ წყვილზე, გასაკურველია გთხოვთ რომ მომისმინოთ, ესე იგი მე მოგიყვებით მათზე, მაგრამ მე გირჩევთ რომ ნახოთ 1967 წელს გადაღებული, ჰოლივუდში გადაღებული არტურ პენის ფილმი ბონი და კლაიდი. იქ არაჩვეულებრივად თამაშობენ უორენ ბიტი და წარმოუდგენლად ლამაზი და ნიჭიერი ფეი დანუეი. მე მახსოვს პირველად რომ ნახე ეს ფილმი ბოლოს, როდესაც გავაკეთებ ამ ესე იგი სპოილერს, ბონი და კლაიდს მოკლავენ და ფილმში როდესაც ეს წვილი კვდება, მე ბევრი ვიტირე. ესეც ვიყავი. ვარ კიდევაც სენტიმენტალური ადამიანი. ბონი პარკერი და Clyde Barrow. ორივე დაიბადა ამერიკაში, ტეხასის შტატში, და ღარიბ ოჯახში იზრდებოდნენ ორივე. ბონის მშობლები, მამამისი იყო, მუშაობდა ქარხანაში, დედა იყო მკერავი. რაც შეეხება Clyde Barrows, ის ძალიან ღარიბი ფერმერების ოჯახში იზრდებოდა და ისეთ მრავალშვილიანში. ბონი ბავშვობიდან იყო ძალიან არტისტული ნატურა.
წარმოდგენები მოწონდა, უყვარდა, სულ რაღაცას თამაშობდა. მაგრამ გარდა ამისა, სკოლაში კარგადაც სწავლობდა. კარგი გოგო იყო, კარგად იქცეოდა და როგორც ხდება ხოლმე, კარგ გოგოებს ცუდი ბიჭები მოწონთ. დიახ, ესე არის. და კარგ გოგოს, ბონის მოეწონა ცუდი ბიჭი და მაშინ ბონი იყო 15 წლის, ცუდი ბიჭი როი თორნტონი. აი, ცნობილი ხულიგანი იყო როი თორნტონი. შეუყვარდათ ერთმანეთი და დაქორწინდნენ კიდევაც. ერთი წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ როი, რა ვიცი, გაუჩინარდებოდა ხოლმე, ერთი დღე არ მოდიოდა, ორი დღე, მერე ორი კვირა და ბონის ეს არ მოწონდა, სახლში იჯდა, თავის საყვარელ ქმარს ელოდებოდა. ეხლა ვის მოეწონება ესეთი ამბავი? ამიტომ და თან ბოლოს ერთი წლის თავზე როი თორნტონი დააკავეს და ჩასვეს ციხეში. რაც შეეხება კლაიდ ბეროუს, ისიც ცუდი ბიჭი იყო. 16 წლის ასაკში თავის უფროს ძმასთან ერთად იგი დააკავეს, რადგან არ დროზე არ დააბრუნა იჯარით აღებული მანქანა. კი, ციხეში არ მოხვდა სასჯელ-აღსრულების კოლონიაში, არასრულწლოვნებისთვის, რაღაცა დრო გაატარა, გამოვიდა. შემდეგ კიდე მეორე დანაშაულის გამო ისევ დააკავეს, აი, მთელი ეს თინეიჯერობა კლაიდ ბეროუმ სასჯელ-აღსრულების კოლონიებში გაატარა. 1930 წლის აპრილში კლაიდ ბეროუ უკვე გახდა სრულწლოვანი, 21 წელი შეუსრულდა, ისევ დააკავეს ქურდობის გამო, მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან იყო სრულწლოვანი, უკვე სასჯელ-აღსრულების კოლონიაში კი არ გაუშვეს, არამედ ჩასვეს ისტჰემის ციხეში. აი აქ მის ცხოვრებაში მოხდა ალბათ ყველაზე მძიმე ტრაგიკული ეპიზოდი. ბოლომდე ბიოგრაფებმაც, კლაიდ ბეროუს ბიოგრაფებმაც ზუსტად არ იციან რა მოხდა ისტჰემის ციხეში, მაგრამ მისი უმცროსი და მერი ბეროუ შემდეგ წერდა, რომ ციხეში რაღაცა საშინელება უნდა მომხდარიყო, რადგან კლაიდი აღარასოდეს იყო იგივე ჩვეულებრივი ხულიგანი. გამწარებულ კაცად გადაიქცა, რომელსაც მთელი მის გარშემო არსებული სამყარო ეზიზღებოდა. ბიოგრაფები თვლიან, არსებობს ესეთი ვერსია, რომ ისტჰემის ციხეში კლაიდ ბეროუ გაუპატიურეს. გაუპატიურა ერთ-ერთმა უფროსმა პატიმარმა, რომელსაც კლაიდი მოეწონა და ეს მოხდა არაერთხელ და ზუსტად ეს იყო მიზეზი აი ამ ადამიანის ესეთი შეცვლის. 1932 წელს, ანუ 2 წელიწადში, კლაიდ ბეროუ გამოუშვეს ისტჰემის ციხიდან. კლაიდ ბეროუ და ბონი პარკერი შეხვდნენ საერთო მეგობრის სახლში და ძალიან მოეწონათ ერთმანეთი და დაიწყეს რომანტიკული ურთიერთობა. მაშინ ბონი მუშაობდა ოფიციანტად პატარა კაფეში, დაიწყეს ერთად ცხოვრება, ბონიმ დაანება ოფიციანტობას თავი, კლაიდმა კი გაუმხილა თავის საიდუმლო. მან უთხრა, რომ მას უნდა ისტჰემის ციხიდან მოაწყოს პატიმრების მასობრივი გაქცევა. ეს იქნებოდა ესეთი შურისძიება იმ ტრავმის მერე და ალბათ ბონის, არ ვიცი, გაუმხილა თუ არა ზუსტად რა მოხდა ისტჰემში. მაგრამ აი ესეთი შურისძიება იმ ტრავმის შემდეგ, რაც მან ამ ციხეში მიიღო. ბონის მოეწონა ეს იდეა და ორი ახალგაზრდა ესე გახდნენ განგსტერები, რადგან იმისთვის, რომ ეს გეგმა განეხორციელებინათ, მათ ჭირდებოდათ იარაღი, ჭირდებოდათ მომზადება და გახდნენ განგსტერები, ანუ დაიწყეს პატარა ბანკების ძარცვა. ისინი დასახლდნენ მისურის შტატში, ამ შტატის ქალაქ ჯოპლინში. და ზუსტად ქალაქ ჯოპლინში იწყება მათი ისტორია, როგორც ყველაზე რომანტიკული წყვილის კრიმინალურ სამყაროში. რატომ? იმიტომ, რომ ბონიმ იყიდა ფოტოაპარატი და სულ ესე იგი იღებდა ფოტოებს. თვითონ იარაღით ხელში, სხვადასხვა ტანსაცმლით, ბონი და კლაიდი ერთად იღებდნენ ფოტოებს. მაშინ მათ, ესე ვთქვათ,
უკვე ბანდაში, მათ ბანდას შეუერთა კიდევ ერთი ადამიანი და ცოტა ხანში ჯოპლინში ჩამოვიდა კლაიდის ძმა, უფროსი ძმა, თავის ცოლთან ერთად. თავიდან ძმას უნდოდა რომ დაერწმუნებინა, რომ დაენებებინა ამ საქმიანობისთვის თავი, მაგრამ შემდეგ არ ვიცი, ძალიან მოეწონა ეთყობა და ეს 5 ადამიანი ერთად, ესე იგი, ძარცავდნენ ბანკებს. მეზობლებს არ მოწონდათ ეს ხმაურიანი კამპანია. და ერთხელაც, როდესაც კლაიდს შემთხვევით გაუვარდა იარაღი, წმენდა თავის რევოლვერს და გაუვარდა, არავინ არ დაშავდა, მეზობლებმა გამოუძახეს პოლიციას. იმ წლებში ეს არის 20 საუკუნის 30-იანი წლები, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებდა მშრალი კანონი და პოლიციამ ჩათვალა, რომ ალბათ ესენი არიან ბუტლეგერები, ანუ ალკოჰოლს ყიდდნენ. 1933 წლის 13 აპრილს პოლიციელები მივიდნენ მათ სახლთან, მაგრამ ამათმა გაუწიეს წინააღმდეგობა, იყო სროლა, ერთი პოლიციელი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს, მაგრამ ბანდის წევრებმა მოახერხეს გაქცევა, მაგრამ პოლიციის ხელში დარჩა ძალიან დიდი ფოტო არქივი, სადაც იყო უამრავი ფოტო, ბონი, კლაიდი, ძირითადად ეს ორი პერსონაჟი იარაღით ხელში. ეს არქივის და ფოტოების ნაწილი პოლიციამ გადასცა პრესას და ამიტომ ბონის და კლაიდის ფოტოები დაიბეჭდა გაზეთებში და მათი საქმიანობა ბევრად უფრო გართულდა, იმიტომ რომ მათ უკვე სახეზე იცნობდნენ. არ მოგაწყენ თავს, ბევრს არ მოგიყვებით, რა ხდებოდა, მათი მანქანა ერთხელ მოყვა ავარიაში და ყველაზე მეტად დაშავდა ბონი და ამის მერე კოჭლობდა. ჯოპლინის შემდეგ ბანდა გადავიდა არკანზასში. იქ იყო ესეთი ეპიზოდი, როდესაც მივიდნენ ერთ-ერთ მოტელში და კლაიდის ძმის ცოლი ბლანში აწარმოებდა მოლაპარაკებას მეპატრონესთან, რომელსაც ბლანში ძალიან არ მოეწონა. იცით რატო არ მოეწონა? შარვალი ეცვა და შარვალი ეხა რატო უნდა წმოდა წესიერ ქალს. ამიტომ მეპატრონემ კი მისცა ოთახები მათ, მაგრამ პოლიციას გამოუძახა. ისევ მიადგნენ პოლიციელები, დაიწყო სროლა. ამ სროლაში დაიჭრა კლაიდის ძმა და პოლიციელებმა მოახერხეს კლაიდის ძმის დაკავება, ისევე როგორც მისი ცოლის, ბლანშის დაკავება. შემდეგ კლაიდის ძმა გარდაიცვალა, ბლანში კი დააკავეს და ჩასვეს ციხეში. ამის შემდეგ ბანდის წევრები და 3 დარჩნენ, გადავიდნენ ილინოისში. მესამე წევრმა ჯონსმა გადაწყვიტა, რომ მოინახულოს თავისი ნათესავები, ოჯახის წევრები და იქ დააკავეს. ამიტომ დარჩნენ მხოლოდ ბონი და კლაიდი. ილინოისში წყვილმა გაძარცვა იარაღის მაღაზია, რადგან კლაიდს არ დავიწყებია თავისი ცხოვრების, ესე ვთქვათ, მთავარი გეგმა. მას ისევ და ისევ უნდოდა ისთხემის ციხიდან პატიმრების მასობრივი გაქცევის ორგანიზება. გაძარცვეს იარაღის მაღაზია, ბევრი იარაღი ჰქონდათ. ეს მოხდა აგვისტოში და ნოემბერში ბონი და კლაიდი გადავიდნენ ისევ უკვე საბოლოოდ გადავიდნენ, დაბრუნდნენ მშობლიურ ტეხასში, სადაც უნდოდათ თავისი მშობლების და ოჯახების წევრების მონახულება. ალბათ ორივე გრძნობდა რა ელოდა, რა ფინალი ექნებოდა მათ ცხოვრებას, მაგრამ ამის შესახებ, ამ დაგეგმილი შეხვედრის შესახებ გაიგო ადგილობრივმა შერიფმა და ეს შეხვედრა ჩაიშალა, მაგრამ კლაიდმა და ბონიმ მოახერხეს გაქცევა. ესე დეტექტიურ განგსტერულ ამბავს გიყვებით. 1934 წლის 16 იანვარს კლაიდ ბეროუმ და ბონი პარკერმა ნამდვილად მოახდინეს ისთხემის ციხიდან პატიმრების მასობრივი გაქცევა. აი ამის ორგანიზება, აი ამ ორმა ადამიანმა ეს გააკეთა და პატიმრები ციხიდან გაიცნენ. ეს უკვე იყო პირდაპირი გამოწვევა პოლიციელებისთვის და მთელი სისტემისთვის და მაშინ პოლიციელებმა
დაუძახეს ესეთ ყოფილ ვეტერან რეინჯერს, რომლის გვარი იყო ფრენკ ჰეიმერი და სთხოვეს დახმარება ბონის და კლაიდის დაჭერაში. ჰეიმერმა შექმნა 6 კაციანი ჯგუფი, ძალიან კარგად შეისწავლა ამ ორი ადამიანის ფსიქოტიპი, მათი წინა ძარცვები, გეგმები, როგორ მოქმედებდნენ და 1934 წლის 23 უკაცრავად მაისს ჰეიმერის ჯგუფი დახვდა ბონის და კლაიდს ერთ-ერთ გზატკეცილზე. მათ მანქანას ესროლეს 160 მანქანას, რომელშიც იმყოფებოდნენ ბონი და კლაიდი, ესროლეს 167 ტყვია. ესე დამთავრდა კრიმინალური სამყაროს ყველაზე რომანტიკული წყვილის ცხოვრება. შემდეგ ძალიან ისეთი ცუდი ეპიზოდები იყო ამის შემდეგ, იმიტომ რომ ბონი და კლაიდს ჰქონდათ ნათქვამი და ძალიან უნდოდათ რომ ერთად დაეკრძალათ, რაც არ გააკეთეს და დაკრძალეს ცალ-ცალკე, მაგრამ დაკრძალვამდე პოლიციელები $1 იღებდნენ იმ ადამიანებისგან, ვისაც უნდოდათ ბონის და კლაიდის ცხედრების ნახვა. ესეთი ისტორია ისეთი ტრაგიკული, კი, ცოტა სევდიანი მე ესე ვიტყოდი. ბონი და კლაიდი და ჩვენ გადავდივართ მეოთხე ადგილზე არის ქალბატონი დორის ფეინი. დორის ფეინი არის აი ამ ჩვენი შვიდეულის პირდაპირ ვიტყვი, ჩემი ფავორიტი. 2016 წლის 13 დეკემბერს ქალაქ ატლანტის Walmart-ის სუპერმარკეტში დააკავეს 86 წლის ქალბატონი, რომელსაც ფეხზე ელექტრონული სამაჯური ეკეთა, რაც იმას ნიშნავდა, რომ იქამდეც იყო დაკავებული. როდესაც ქალი მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და მან თქვა სახელი და გვარი, პოლიციელები იყვნენ გაოცებულები, რადგან მათ წინაშე ნამდვილი ლეგენდა დორის ფეინი იდგა. მაშინ ასე ვინ არის დორის ფეინი? დორის ფეინი დაიბადა დასავლეთ ვირჯინიაში 1930 წელს. თან ღარიბ ოჯახში. მამამისი იყო აფროამერიკელი, დედა კი ინდიელი. დორისი იყო ძალიან ლამაზი ჯერ ბავშვი და შემდეგ გახდა ძალიან ლამაზი ახალგაზრდა ქალი. ბავშვობაში მისი ყველაზე დიდი გატაცება იყო კინო. ამიტომ, როდესაც კარგ ნიშნებს იღებდა სკოლაში, დედა რაღაცნაირად ახერხებდა და ცოტა ფულს აძლევდა, რომ დორისი წასულიყო კინოში და ეს იყო მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო. მაგრამ როგორც მერე ყვებოდა, აი ამ ჰოლივუდურ ფილმებში ყველაზე მეტად მას მოწონდა სამკაულები, რომელიც ეკეთა ჰოლივუდურ ვარსკვლავებს. გადიოდა დრო, გოგონა გაიზარდა, გადაწყვიტა რომ ეხლა ჰოლივუდურ კარიერაზე უარი ეთქვა და თან აქ მოხდა ერთი ძალიან საინტერესო ეპიზოდი. როდესაც დორისმა დაამთავრა სკოლა და სკოლა წარჩინებით დაამთავრა, დედამ მისცა რაღაცა გარკვეული თანხა. და დორისი, ბედნიერი დორისი, გაიქცა ბიჟუტერიის მაღაზიაში, სადაც შეარჩია მოოქროვილი, ლამაზი პატრა მოოქროვილი საათი. აი მომენტში, როდესაც დორის უნდა გადაეხადა და ეყიდა ეს საათი, ნამდვილად არ აპირებდა ამ საათის მოპარვას, ნამდვილად არა. აი მომენტში მაღაზიაში შევიდა თეთრკანიანი კლიენტი. დორის ისევე როგორც მაღაზიის გამყიდველს ძალიან შეეშინდათ. რატომ? იმიტომ რომ იმ წლებში, ეს არის 40-იანი წლები ამერიკაში, თეთრკანიანების და აფროამერიკელების ერთად ყოფნა მაღაზიაში და ერთად მით უმეტეს ერთად ვაჭრობა იყო აბსოლუტურად დაუშვებელი. ამიტომ შეშინებული დორისი გაიქცა მაღაზიიდან და უკვე რამდენიმე კვარტლის შემდეგ მირბოდა, აღმოაჩინა რომ ხელზე ზუსტად ის მოოქროვილი საათი ეკეთა. კი, არ მოუპარავს, მაგრამ არც მაღაზიაში არ დაბრუნებულა და არ გადაუხდია. ამან დააფიქრა, როგორც თვითონ დორისი ყვებოდა შემდეგ უკვე, დააფიქრა, რომ პრინციპში საინტერესო ამბავია, შეიძლება ესე შეხვიდე, რაღაცა აიღო, მოიპარა და გახვიდე.
შემდეგ, როგორც გითხარით, დორისმა გადაიფიქრა ჰოლივუდში წასვლა, მიხვდა რომ ეხლა დიდი მსახიობი მისგან არ გამოვიდოდა, მაგრამ გადაწყვიტა რომ გამხდარიყო ქურდი. აი, უკვე ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. დადიოდა პატარა ქალაქიდან, დადიოდა კლივლენდში, სადაც ისეთ იაფასიან სუპერმარკეტებში ბიჟუტერიას და ტანსაცმელს იპარავდა, შემდეგ ბრუნდებოდა მშობლიურ ქალაქში და ამას ყიდდა. ესე დორისმა მოახერხა გარკვეული თანხის შეგროვება და გადასახლდა ამ თანხით გადავიდა საცხოვრებლად პიტსბურგში, უფრო დიდ ქალაქში. პიტსბურგში მოეწყო საავადმყოფოში სამუშაოდ და იქ მუშაობდა მედდად, მაგრამ აი ეს თავისი ქურდული გატაცება არ დავიწყებია. 1952 წელს ერთ-ერთ ფეშენებელურ საიუველირო მაღაზიაში შემოვიდა ულამაზესი ელეგანტური ქალი. ქალმა თქვა, რომ არის ცნობილი ადვოკატის საცოლე და მაღაზიაში შემოვიდა ნიშნობის ბეჭდის ასარჩევად. ყველა გამყიდველი სთავაზობდა სხვადასხვა ბეჭედს, ბევრ დიდხანს არჩევდა ამ ბეჭდებს. შემდეგ დორის ფეინმა თქვა, რომ კიდევ დაფიქრდებოდა და დაბრუნდებოდა მაღაზიაში უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილებით და იყიდა ერთ-ერთ ბეჭედს და გავიდა მაღაზიიდან. ცოტა ხანში მაღაზიის მეპატრონეებმა და გამყიდვლებმა აღმოაჩინეს, რომ გაქრა ოქროს ბეჭედი დიდი ბრილიანტით, რომელიც $20,000 ღირდა. დღევანდელი ფულით დაახლოებით $65,000 იქნებოდა ამ ბეჭდის ფასი. ზუსტად ეს სქემა, ანუ მაღაზიაში შესვლა, ბევრი სამკაულის შერჩევა და შემდეგ გამოსვლა და იმის თქმა, რომ არჩევანს მოგვიანებით გააკეთებს, გახდა დორის ფეინის სამუშაო სქემა, სამუშაო გეგმა, რომლითაც ხელმძღვანელობდა მთელი დანარჩენი, ესე იგი, ცხოვრება. ესე დორისმა შეაგროვა თანხა და შეძლო პატარა სახლის ყიდვა, სადაც გადაიყვანა დედა საცხოვრებლად. დორის კიდე 4 ძმა და 1 და ყავდა, იმათაც ეხმარებოდა, მაგრამ ამ სახლში ცხოვრობდა დედასთან ერთად. დედას კი უკვირდა ეხა ჩვეულებრივ მედდას, საიდან ჰქონდა ამდენი ფული, რომ სახლიც იყიდა, კარგად ცხოვრობდნენ. უფრო მეტიც ძალიან ელეგანტურად ეცვა, სამკაულებიც ჰქონდა, რაღაცებს იტოვებდა, ეტყობა. დასასვენებლად დადიოდა მაიმიში და კუბაზე, ისეთი ცხოვრება ჰქონდა. ამაზე დორისი დედას პასუხობდა, რომ ძალიან მდიდარი საყვარლები ყავდა. არ იყო ეს ტყვილი, დორის ყავდა მდიდარი საყვარლები და ერთ-ერთი მისი საყვარელი გახდა ვინმე ჰაროლდ ბრონფელდი. ჰაროლდ ბრონფელდი იყო ისეთ შეძლებული ებრაელი, რომელსაც ძალიან კარგი კავშირები ჰქონდა როგორც განგსტერებს შორის, ასევე მოსამართლეებს და ადვოკატებს შორის. ჰაროლდს მოუყვა დორისმა თავის ცხოვრებაზე და იმაზე, რითი იყო დაკავებული. ჰაროლდს ეს სულ არ გაუკვირდა, უფრო მეტიც ეხმარებოდა თავის შეყვარებულს, უკვე ერთად ცხოვრობდნენ. შემდეგ წყვილს 2 შვილიც გაუჩნდა, ერთად ცხოვრობდნენ და ჰაროლდმა პირიქით ურჩია, რომ გასულიყო ამის შემდეგ უკვე დორისი ჩავიდა ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ამერიკის სხვა ქალაქებში და ზუსტად აი ამ სქემით შედიოდა ელეგანტური, ლამაზი ქალი იყო და დღემდე არის, შეიძლება ითქვას, ცოცხალია დორის ფეინი, რო იცოდეთ. არის შედიოდა აბნევდა აი ამ გამყიდვლებს, ვითომ არჩევდა სამკაულებს და შემდეგ რაღაცა 1 წელს მოიპარავდა, ან 2 წელს არ ვიცი და გადიოდა მაღაზიიდან. ერთხელ ფილადელფიაში დორისი დააკავეს და ზუსტად ჰაროლდ ბრონფელდი დაეხმარა, რადგან რამდენიმე ადვოკატი დაიქირავა, რომლებაც დაამტკიცეს, რომ დორის ფეინი იყო უდანაშაულო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობდა, რომ ზუსტად მან მოიპარა, მაშინ იყო რაღაც კოლიეზე იყო საუბარი.
გადიოდა დრო და დორის პეინსა და ჰაროლდ შორის რაღაცა გარკვეული პრობლემები გაჩნდა და დორისმა გადაწყვიტა რომ მიატოვოს თავისი შეყვარებული, უფრო მეტიც მან გადაწყვიტა რომ ორივე შვილი დაუტოვოს მამას. შემდეგ უკვე, როდესაც ესაუბრებოდა ჟურნალისტებს, მან განაცხადა რომ მისი ცხოვრების წესი არ უწყობდა ხელს იმას, რომ წამოეყვანა შვილები და ისიც და იმასაც ამატებდა, რომ როგორც ჩანს, მე არ ვიყავი დაბადებული დედობისთვის, სხვა რაღაცა უფრო მიტაცებდა. და აი ამ პერიოდში, როდესაც დორისმა დატოვა ჰაროლდი, მან გადაწყვიტა, რომ გაემგზავროს ევროპაში. ევროპაში დორისი ცხოვრობდა ჯერ იტალიაში, შემდეგ ავსტრიაში, შემდეგ გადავიდა შვეიცარიაში. ყველა ამ ქვეყანაში, მისი საყვარელი ადგილები, სადაც დორისი შედიოდა, იყო საიუველირო მაღაზიები. მაგრამ შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად პარიზში, სადაც რაღაცა რამდენიმე თვე გაატარა. მთელი ცხოვრების განმავლობაში დორის პეინმა გამოიცვალა 32 სახელი. 10-ზე მეტი პასპორტი ჰქონდა, სულ რაღაცა იცვლიდა თავის სახელს. პარიზიდან დორის პეინი გაემგზავრა მონტე-კარლოში. გახსოვთ, მე გითხარით, რომ ბავშვობაში, ახალგაზრდობაში დორის პეინი იყო გატაცებული კინოთი, ჰოლივუდით და მისი საყვარელი რეჟისორი, არავის არ გაუკვირდება, იყო ალფრედ ჰიჩკოკი. მან გადაწყვიტა, რომ ესე იგი, აი ამ სცენარის, ალფრედ ჰიჩკოკის ერთ-ერთი ფილმის, დაიჭირა ქუდის სცენარის მიხედვით, ესე იგი, განახორციელოს თავისი გეგმა. დორის პეინი გაემგზავრა მონტე-კარლოში და იქ შევიდა ძალიან ცნობილი საიუველირო სახლის კარტიეს მაღაზიაში. მაღაზიაში მან განაცხადა, რომ არის გემთსაშენი ქარხნის მფლობელის მეუღლე და აპირებს სამკაულების ყიდვას. მაღაზიის მფლობელებმა, გამყიდვლებმა, ესე იგი, დაესია ყველა თავს და აჩვენებენ ან ბეჭდებს, კოლიეს, იმას, ამას, ბრილიანტები, ზურმუხტები, ყველაფერი ესდევს. აი ამ შეიძლება ითქვას ცოტა არეულობაში, შამპანიორსაც თავაზობენ, დორისი ყვება თან ამბებს, რა შეიძინა, როგორი მდიდარია მისი მეუღლე და ასე შემდეგ. აი ამ არეულობაში დორის პეინმა მოიპარა 10 კარატიანი ბრილიანტის ოქროს ბეჭედი, რომელიც $500,000 ღირდა. გამოვიდა კარტიეს მაღაზიიდან, ეს ბეჭედი დამალა და ეგრევე წავიდა ნიცის აეროპორტში. მაგრამ მან დაუშვა შეცდომა, ან უბრალოდ დრო არ ქონდა, რომ შეეცვალა ტანსაცმელი და აეროპორტში ფრანგმა ჟანდარმებმა დორის პეინი დააკავეს. აი აქ კიდე უფრო საინტერესო ამბავი იწყება. აეროპორტში დორის პეინმა ამოიღო 10 კარატიანი ბრილიანტი ბეჭდიდან და დამალა. დამალა ცხვირსახოთში და როდესაც დააკავეს, სულ იმიზეზებდა, რომ ქონდა სურდო. ცხვირს იხოცავდა. პირველი ჩხრეკის შედეგად ვერაფერი ვერ იპოვეს პოლიციელებმა, მიუხედავად იმისა, რომ ქონდა მტკიცებულება, რომ ნამდვილად დორის პეინმა მოიპარა ეს ბეჭედი. შემდეგ მან სთხოვა პოლიციელებს საპირფარეშოში გასვლა და აი სანამ მიდიოდა საპირფარეშოში, გენიალური ქალი იყო, რომ რა ვქნა, არ ვიცი, აღთოვანებული ვარ. დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს მოპარა ნემსი და ძაფი. შევიდა ტუალეტში და ნემსით და ძაფით თავისი ქვედაბოლოს კიდეში მიიკერა ეს მოპარული ბრილიანტი. გამოვიდა საპირფარეშოდან, ისევ გაჩხრიკეს, ვერაფერი ვერ იპოვეს, მაგრამ ძალიან გაბრაზდნენ, გადაწყვიტეს, რომ არ გაეშვათ ეს ქალი და მოათავსეს იქვე აეროპორტთან მდებარე სასტუმროში. სასტუმროში დორის პეინმა მოიმიზეზა, რომ აქვს ასთმის შეტევა და სთხოვა საავადმყოფოში გადაყვანა. გადაიყვანეს საავადმყოფოში, რაქნა გავიდა საპირფარეშოში და ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა. აი ესეთი ქალი იყო. რატო იყო? არის ეს ხდება ესე იგი ნიცაში, მონტე-კარლოს ახლოს, ნიცაში. იქედან რაღაცნაირად მანქანა ჩავიდა, როგორც იქნა პარიზში. 10 კარატიანი ბრილიანტი ჯიბეში უდევს დორის პეინს. ჩავიდა პარიზში და პარიზიდან დაბრუნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ამერიკაში ეს $500,000 ბეჭედი კი არა და ბრილიანტი გაყიდა $158,000 და რამდენიმე წლის განმავლობაში მშვიდად ცხოვრობდა. მშვიდად და კარგადაც ცხოვრობდა, მაგრამ ამაშია საქმე, რომ დორის ფეინი კი გარდა იმისა, რომ ესეთი ცხოვრების წესი და მდიდრული კი მოწონდა, მაგრამ ეტყობა ყველაზე მეტად მაინც ეს ქურდული ცხოვრების წესი მოწონდა, ეს ლაიფსტაილი, ეს ადრენალინი და ვერა და ვერ ამბობდა ამაზე უარს. გავიდა რამდენიმე წელიწადი და დორის ფეინი ისევ გაემგზავრა ევროპაში. ამჯერად იგი გაჩერდა უკვე 4 ქალაქში, რომში, მილანში, ჟენევაში და ციურიხში. იქ დორის ფეინის სხვერპლების სია არის საკმაოდ გრძელი. მათ შორის იყვნენ ისეთი ცნობილი საიუველირო სახლები, როგორიც არის ბუგარი, როგორიც არის ვან კლიფი, გარარდი, ყველა აი ამ მაღაზიაში შედიოდა იგივე სქემა, ლამაზი, კარგად ჩაცმული და იპარავდა ხან ბეჭედს, ხან სამაჯურს, ხან კოლიეს და ასე შემდეგ. ბოლო მისი გაჩერება იყო ციურიხში, შვეიცარიაში და იქ დორის ფეინმა გადაწყვიტა, რომ შესულიყო როლექსის მაღაზიაში, მაგრამ დორისმა აქ დაუშვა შეცდომა და სანამ, ესე იგი, გაქურდავდა ამ მაღაზიას, ცოტა დალია. და ეტყობა აი ამ ალკოჰოლმა რაღაცა გარკვეული შეცდომები დააშვებინა დორის ფეინს. ზუსტად ამიტომ დორის ფეინი დააკავეს. დააკავეს და მატარებლით გააგზავნეს ჟენევაში, სადაც იყო ამერიკის საელჩო. რა ქნა დორის ფეინმა? მატარებლიდან გადახდა, ისევ გავიდა საპირფარეშოში მინდაო, შევიდა საპირფარეშოში და მიმავალი მატარებლიდან გადახდა. გადახდა, მოიტეხა ფეხი, დიდი ხანი, ესე იგი, მიდიოდა რაღაც დასახლებულ პუნქტამდე, შემდეგ ადამიანები, ვინც შეხვდნენ იქ, დაეხმარნენ და ისევ მოხდა აეროპორტში და უკვე ევროპიდან დაბრუნდა, საბოლოოდ დაბრუნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაშინ დორის ფეინი 50 წლის იყო. შემდეგი 20 წელი დორის ფეინი ბრილიანტის დორისი, როგორც ეძახდნენ და მისი სახელი უკვე ძალიან ცნობილი იყო. ეხლა იმდენი მაღაზია და საიუველირო სახლი გაძარცვა, რომ ეხლა როგორ არ იქნებოდა ცნობილი. 20 წლის განმავლობაში ბრილიანტის დორისი მშვიდად ცხოვრობდა ამერიკაში. ყოველ შემთხვევაში, აი დაახლოებით აი ამ პერიოდში 90-იან წლებში არაფერი არ არის ცნობილი მის კრიმინალურ მოღვაწეობაზე. 1999 წელს 70 წლის დორის ფეინი დააკავეს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აქედან მან მხოლოდ 5 წელი გაატარა ციხეში და ციხიდან როდესაც გამოვიდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღარასოდეს არაფერს აღარ მოიპარავდა. მაგრამ 11 წელიწადში ისევ მოიპარა რაღაცა ბეჭედი და ისევ დააკავეს. უკვე ხანში შესული ქალი იყო, ეხლა ეტყობა, ეხლა ვეღარ აკეთებდა აი ამ სქემა მისი, ესე ვეღარ მუშაობდა. დააკავეს და ამჯერად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, გამოვიდა 2 წელიწადში და ამ დროისთვის დორის ფეინს არც სახლები ჰქონდა, არც ფული. საქმე ის არის, რომ ერთ-ერთი მისი შვილი, ვაჟი იყო ნარკომანი და აი მთელი მისი ეს თანხები და ფინანსები მიდიოდა აი ამ შვილის რეაბილიტაციაზე, ასევე ეხმარებოდა დედას, რომელიც ავადმყოფოში იყო და შემდეგ იქ გარდაიცვალა. ანუ დორის ფეინი, აი ესეთი ლეგენდარული ბრილიანტის დორისი იყო ღარიბი. დაფიქრდა რა უნდა ექნა და იმ პერიოდში დათანხმდა იმაზე, რომ მასზე გადაეყოთ დოკუმენტური ფილმი. მაგრამ ამ ფილმში მონაწილეობის საფასურად მას გადაუხადეს საკმაოდ დიდი ჰონორარი. ამ თანხით, ფილმიდან მიღებული ჰონორარით, დორის ფეინმა ატლანტაში ჩვეულებრივი ოროთახიანი ბინა იყიდა, სადაც ცხოვრობდა. მაგრამ არა, ბრილიანტის დორისი 2015-ში იგი შევიდა
Saks Fifth Avenue's მაღაზიაში, სადაც შეეცადა კრისტიან დიორის საყურის მოპარვას. ცდილობდა ეს საყურე $690,000 ღირდა, ვერ მოიპარა და დორისი ისევ დააკავეს, მაგრამ ციხეში უკვე აღარ ჩასვეს, იმიტომ რომ 80 წელს გადაცილებული ქალი იყო. ამიტომ ეს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს. ესე მივედით 2016 წლის 13 დეკემბრამდე, რითაც ჩვენ დავიწყეთ ჩვენი ამბავი დორის ფეინზე, როდესაც 86 წლის დორისი შევიდა სუპერმარკეტში და იქ ცდილობდა პროდუქტების მოპარვას. დორის ფეინი 95 წლის არის, ცოცხალია და ატლანტაში ცხოვრობს. ხომ არ დაიღალეთ? მოკლე პაუზას გავაკეთებ და ისევ შეგახსენებთ ჩვენს თხოვნას. გამოგვიწეროთ, გამოყვეთ YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე, რაც შეეხება Patreon-ს, ბმული არის ამ ვიდეოს აღწერაში, აქაც არის ბმული. გთხოვთ რომ გამოყვეთ და ხარი დაგვიჭიროთ. დიდი მადლობა. მაშ ასე ჩვენი შვიდეულის მეხუთე ნომერი, სტეფან ბრაიტვიზერი, ქურდი, რომელიც არაფერს არ ყიდდა. სტეფან ბრაიტვიზერი დაიბადა საფრანგეთში 1971 წელს, მაგრამ მე ნამდვილად არ შეგაწყენთ ამ ადამიანის ბიოგრაფიით, მთელი მისი ცხოვრებით, უბრალოდ გეტყვით ერთ რამეს, რომ 1995 წლიდან 2001 წლამდე 6 წლის განმავლობაში სტეფან ბრაიტვიზერმა მოიპარა სხვადასხვა მუზეუმიდან, მოიპარა 200-მდე ნამუშევარი. მათ შორის იყო ძალიან ცნობილი ტილოები, ნახატები, კრანახის, ბრეგელის, ანტუან ვატოსი, ფრანსუა ბუშე, სხვა ხელოვნების სხვა ნიმუშები და შედევრები, მაგრამ აი ამ ყველაფერს და დაახლოებით ეს მთელი ნამუშევრები 2 მილიარდი დოლარის ღირებულების იყო, აი ამას ყველაფერს საკუთარი სახლის სხვენში ინახავდა და არც ერთი ეს ნივთი მას არ გაუყიდია. სტეფან ბრაიტვიზერი მარტო არ მოქმედებდა, მას ყავდა შეყვარებული, რომელსაც ერქვა ანა კეთრინ კლაინ-კლაუსი და წყვილი ერთად მოქმედებდა. როგორ შედიოდნენ მუზეუმებში, მაშინ იმ წლებში ეთყობა მაინც ევროპის მუზეუმებში, ესეთ დაცვა არ იყო როგორც ახლა. შედიოდნენ მუზეუმებში, ანა კეთრინი ელაპარაკებოდა დაცვის თანამშრომლებს, ამ დროს სტეფანი მიდიოდა და იპარავდა, ან კედლიდან ხსნიდა ნახატს, ან რაღაცა ნივთს იპარავდა და შემდეგ შვიდად გამოდიოდნენ მუზეუმიდან და მიდიოდნენ სახლში, სადაც მთელი გალერეა ჰქონდა აი ამ არაჩვეულებრივი ნამუშევრების. წლების განმავლობაში, აი ამ 6 წლის განმავლობაში წყვილი ესე მოქმედებდა, მაგრამ მთავარი იყო ის, რომ შემოსავლის წყარო არ იყო სტეფან ბრაიტვიზერისთვის ეს შედევრები, რომელსაც სახლში ინახავდა. 2001 წლის ნოემბერში სტეფან ბრაიტვიზერი შევიდა ერთ-ერთ მუზეუმში, შევიდა მარტო, მაშინ არ ვიცი, კეთრინი არ იყო მასთან ერთად, არ ეცალა თუ რა მიზეზი ქონდა, ვერ გეტყვით. შევიდა მუზეუმში და მოიპარა მორიგი ნახატი. დაბრუნდა სახლში და საღამოს კეთრინს აჩვენა კიდევ ერთი შედევრი. კეთრინს ეს არ მოეწონა და თან სტეფანს ეჭვი გაუჩნდა, რომ მუზეუმში საკუთარი თითების ანაბეჭდებიც დატოვა. ამიტომ კეთრინმა დაარწმუნა, რომ აუცილებლად მეორე დღეს უნდა დაბრუნებულიყო მუზეუმში და საკუთარი თითების ანაბეჭდები წაეშალა. მეორე დღეს მართლაც მივიდნენ მუზეუმში, მაგრამ ბოლო მომენტში, რატომაც სტეფან ბრაიტვიზერს არ ვიცი, შეეშინდა და ანას სთხოვა, რომ შესულიყო მუზეუმში აუხსნა, სად შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ანაბეჭდები და ეს ანაბეჭდები წაეშალა. მუზეუმში უკვე იცოდნენ, რომ ერთ-ერთი ნახატი იყო გამქრალი, პოლიციაც იყო საქმის კურსში, სტეფანი ნერვიულად დადიოდა ქუჩაში, ეს შეამჩნიეს, მოკლედ გამოუძახეს პოლიციას და სტეფან ბრაიტვიზერი დააკავეს. როდესაც მივიდნენ სახლში და უკვე გაირკვა და დედამაც გაიგო და დედასთან ერთად ცხოვრობდა სტეფან ბრაიტვიზერი სახლში და დედამ როდესაც გაიგო შვილის დაკავების შესახებ, ქალმა წარმოუდგენელი გააკეთა. მან დაწვა 70-მდე ნახატი, მათ შორის
პიტერ ბრეიგელის, უმცროსი პიტერ ბრეიგელის ერთ-ერთი ნახატი, ფრანსუა ბუშეს ნახატი, ანტუან ვატოს ნახატი, გარდა ამისა ის ვერცხლის რაღაცა ნივთები და რელიკვიები, რომელსაც ბრაიტ ვიზერი იპარავდა, ნაწილი გაანადგურა, ნაწილი კი მდინარეში გადაყარა. როდესაც სტეფან ბრაიტ ვიზერს ციხეში უთხრეს რა ჩაიდინა დედამისმა, რომელიც ასევე დააკავეს, ეს მისთვის წარმოუდგენელი დარტყმა იყო. პოლიცია შემდეგ ეძებდა აი ამ გადაყრილ ნივთებს მდინარეში, ნაწილი ამოიღეს მდინარიდან. ზოგიერთი ნახატი ქალმა დასერა, გააფუჭა, შემდეგ რაღაცნაირად რესტავრატორებმა მოახერხეს და აღადგინეს, მაგრამ ძალიან ბევრი ნახატი ჯედევრი ესე დაიკარგა. აი ესეთი ისტორია ჰქონდა ამ ადამიანს, მოკლედ მოგიყევით, მაგრამ მე უბრალოდ დამაინტერესა იმან, რომ ეს ადამიანი იმისთვის კი არ იპარავდა ამ ნივთებს, რომ მერე გაეყიდა და ეს შემოსავალი ყოფილიყო. მისთვის რასაც აკეთებს, პრაქტიკულად ყველა ქურდი, ხო, რატო იპარავენ ამას. არამედ იმისთვის, რომ მისულიყო სახლში და თვითონ დამტკბარიყო აი ამ შედევრებით. ესე იგი, სტეფან ბრაიტ ვიზერი, რომელიც დღემდე ცოცხალია. ჩვენ უახლოვდებით ფინალს, დაგჭა ორი პერსონაჟი, ერთი ადამიანი და ერთი მთელი ჯგუფი ქურდების, მძარცველების და ჩვენი არაჩვეულებრივი შვიდეულის მე-6 ნომერი. ეხლა ერთი სომეხი კაცი როგორ არ უნდა ჩამერთვა ამ სიაში? კარლ გუგასიანი. სომხური წარმოშობის ამერიკელი. კარლ გუგასიანი, რომელიც ცნობილია და ამერიკაში მას იცნობენ როგორც ყველაზე დისციპლინირებულ ქურდს. გუგასიანი დაიბადა 1957 წელს პენსილვანიაში, სომეხი ემიგრანტების ოჯახში. სკოლაში ამ ბიჭმა საოცარი შესაძლებლობები გამოავლინა, განსაკუთრებით მათემატიკასა და ფიზიკაში, ძალიან კარგად გამოსდიოდა ეს საგნები, მაგრამ 15 წლის ასაკში სასჯელ აღსრულების კოლონიაში მოხდა. აი, ისეთი თან ნიჭიერი იყო, მაგრამ თან ცოტა ხულიგანი. ამის შემდეგ გაატარა რაღაც რამდენიმე თვე სასჯელ აღსრულების კოლონიაში, გამოვიდა კოლონიიდან, ჩააბარა უნივერსიტეტში და უნივერსიტეტში რამდენიმე დიპლომი აიღო. კარლ გუგასიანს ჰქონდა ინჟინერის, სტატისტის და კრიმინოლოგის დიპლომები. ანუ კრიმინოლოგია ამ კაცმა კარგად შეისწავლა. რატომ დამაინტერესა კარლ გუგასიანის ისტორიამ და საერთოდ რატომ შევიდა ეს ადამიანი კრიმინოლოგიის ისტორიაში როგორც ყველაზე დისციპლინირებული ქურდი? საქმე ის არის, რომ კარლ გუგასიანი, რომელსაც ხო გახსოვთ, მათემატიკა და ფიზიკა კარგად რო გამოსდიოდა და კარგად რო სწავლობდა, აი თავისი ქურდობების, აი ამ ოპერაციების მთელი გეგმა წამებამდე ჰქონდა გათვლილი. გუგასიანი ძარცავდა მხოლოდ პატარა ბანკებს, პატარა ქალაქებში, მთელი ამერიკის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში ჩადიოდა. შედიოდა ბანკში, მას ეკეთა ნიღაბი, ხან ეს იყო მოხუცი ადამიანი, ხან რაღაცა მონსტრების ნიღბებს ირგებდა. არც ერთხელ მან არ დახარჯა არც ერთ თავის ძარცვაზე 2 წუთზე მეტი. და კიდევ ერთი რასაც გუგასიანი სულ მიყვებოდა, ყველა მისი ძარცვა მოხდა პარასკევს დღის მეორე ნახევარში. არც ერთ სხვა დღეს გუგასიანი ბანკებში არ შედიოდა. რატომ? ამას ჰქონდა თავისი ახსნა, რომ გუგასიანი შემდეგ უკვე ხსნიდა, რომ პარასკევს დღის მეორე ნახევარში ბანკის თანამშრომლები იყვნენ დაღლილები, ერთი სული ჰქონდა სამუშაო კვირის შემდეგ, ერთი სული ჰქონდათ, რომ სახლში წასულიყვნენ. პარასკევს საღამოს ბევრი ხალხი, ბევრი კლიენტი ბანკებში არ იყო ხოლმე. თან ყველა იმ ბანკთან, რომელიც გუგასიანმა გაძარცვა, იქვე გვერდზე პატარა ტყე იყო. ამიტომ გუგასიანი შედიოდა 2 წუთში, ძარცავდა ბანკს, გამოდიოდა, იხსნიდა ნიღაბს და გარბოდა ტყეში. ესე კარლ გუგასიანი მოქმედებდა 30 წლის განმავლობაში. 30 წლის განმავლობაში არაერთი ბანკი ესე გაძარცვა და პოლიცია მას ვერ აკავებდა. მაგრამ 2002 წელს
ორმა თინეიჯერმა, ორმა მოზარდმა ერთ-ერთ დღეში აღმოაჩინეს მიტოვებული ბუნკერი. რაღაც თინეიჯერები შევიდნენ, რასაკვირველია, დაინტერესდნენ, საიდუმლო ადგილი, ბუნკერი, შევიდნენ ამ ბუნკერში და საოცრება აღმოაჩინეს ამ ბუნკერში. ამ ბუნკერში აღმოაჩინეს იარაღი, კი, გუგასიანს ჰქონდა ხოლმე იარაღი, როცა ბანკში შედიოდა, მაგრამ არასოდეს არანაირ ძალადობას ადგილი არ ქონდა, არავინ არ მოუკლავს, უბრალოდ იარაღით ხელში შედიოდა ძარცვის დროს. აი ამ თინეიჯერებმა ბუნკერში აღმოაჩინეს იარაღი, სხვადასხვა ქალაქის რუკები, აღმოაჩინეს სქემები, შემდეგ დაუკავშირდნენ პოლიციას და პოლიციამ უკვე აღმოაჩინა ამ ბუნკერში ძალიან ბევრი ანაბეჭდი და იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდობაში გუგასიანმა გაატარა რამდენიმე თვე სასჯელ აღსრულების კოლონიაში, მოხდა ამ თითების ანაბეჭდების იდენტიფიკაცია და კარლ გუგასიანი მალევე დააკავეს 2002-ში დააკავეს. გუგასიანმა აღიარა 7 ძარცვა, 7 ძარცვაში მონაწილეობა კი არა და ორგანიზება და სასამართლომ მიუსაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. ცოტა ადრე გამოვიდა ციხიდან 2017 წელს და შემდეგ საინტერესო ამბავი არის ის, რომ გუგასიანი ატარებდა სპეციალურ ტრეინინგებს FBI-ის საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებისთვის და პოლიციელებისთვის, სადაც უყვებოდა თავის სქემებზე, თავის მეთოდებზე, ფსიქოლოგიაზე, როგორც მძარცველის, ასევე იმ ადამიანების, რომლებსაც ძარცავდა ბანკებში. აი ესე ტრეინინგებს ატარებდა. კიდე იყო ერთი ადამიანი, აბიგნელი, ამაზე არის სხვათა შორის გადაღებული ფილმი, რომელშიც თამაშობს ლეონარდო დი კაპრიო, დამიჭერე თუ შეძლებ, ადამიანზე თაღლითზე, რომელიც შემდეგ იმის მერე რაც დაიჭირეს, შემდეგ დაიწყო მუშაობა საერთოდ FBI-ში და იქაც, ესე იგი, კონსულტანტად და ტრენერად მუშაობდა. ჩვენი არაჩვეულებრივი შვიდეულის ბოლო საპატიო მეშვიდე ადგილი და აქ მე მინდა მოგიყვეთ არა ერთ ადამიანზე, არამედ მთელს ჯგუფზე. და ამ ჯგუფს ერქვა Pink Panther, ვარდისფერი პანტერა. ალბათ გეცნობათ ეს საყვარელი პერსონაჟი ფილმიდან და მულტფილმიდან. მე ახალგაზრდობაში, ჩემ ბავშვობაში სად იყო ახლა ვარდისფერი პანტერა, მაგრამ ახალგაზრდობაში რო გავიცანი ეს პერსონაჟი ძალიან შემიყვარდა, იმის მერე მიყვარს, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარი არის მძარცველების ბანდაზე. ამ ბანდას პოლიციელებმა შეარქვეს Pink Panther, ვარდისფერი პანტერა, ზუსტად აი ამ ფილმის და მულტფილმის ანალოგიით. ესენი იყვნენ ინტერპოლმა შეარქვა, ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ძარცავდნენ როგორც სამხატვრო გალერეებს, მაგრამ ძირითადად საიუველირო მაღაზიებს. საუბარი არის ჯგუფზე, რომელმაც დაიწყო თავისი კრიმინალური მოღვაწეობა 90-იანი წლების ბოლოს და ესენი იყვნენ ყოფილი იუგოსლავიის მოქალაქეები, ისინი, ვინც მონაწილეობდა ომში, რომლის შედეგად დაიშალა, საბოლოოდ დაიშალა ყოფილი იუგოსლავია, იყვნენ სამხედროები, აი სამხედრო გამოცდილება ჰქონდათ. 90-იანი წლების ბოლოდან ვარდისფერმა პანტერებმა დაახლოებით 200-მდე ძარცვა ჩაიდინეს, მაგრამ არა მარტო ევროპაში, არამედ სხვა კონტინენტებზეც. მაგალითად, 2003 წელს პანტერებმა გაძარცვეს ლონდონში საიუველირო მაღაზია, საიდანაც მოიპარეს ძალიან ბევრი სამკაული 7 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულებით. მეთოდი იყო ესეთი, სკუტერებით ან ბაიკებით, აი ეს ჯგუფი მიდიოდა საიუველირო მაღაზიასთან, შედიოდნენ იარაღით ხელში, ძარცავდნენ და შემდეგ ისევ ბაიკებით და სკუტერებით მირბოდნენ იმ ადგილიდან. 2004-ში ესე გაძარცვეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიუველირო სახლი ტოკიოში, იაპონიაში, საიდანაც მოიპარეს
ძალიან ძვირად ღირებული კოლიე. 2008-ში მათი მსხვერპლი გახდა ცნობილი საიუველირო სახლი ჰარი უინსტონი, საიდანაც მოიპარეს კოლიე, რომელიც 80 მილიონი ევრო ღირდა. 2008-შივე ბანდამ მოიპარა ნახატები სამხატვრო გალერეიდან ციურიხში. მთელი ამ წლების, რომელიც ეს ნახატები ღირებულება აღემატებოდა 160 მილიონ დოლარს. მთელი ამ წლების განმავლობაში კი ვიღაცებს ამ ბანდიდან იჭერდნენ, მაგალითად ტოკიოში დაიჭირეს, დააკავეს ორი ვარდისფერი პანტერა, რომლებაც მოახერხეს გაქცევა ციხიდან. მაგრამ ჩვენ დღეს უკვე 2025 წელია და არსებობს ვერსია, რომ ამ ბანდის ნაწილი დღესაც მოღვაწეობს, თუმცა ძირითადად ესენი მოღვაწეობდნენ 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში დიდი ხნის განმავლობაში. ვარდისფერი პანტერები. ეს იყო ჩვენი არაჩვეულებრივი შვიდეული, განსხვავებული ეპიზოდი არა პოლიტიკაზე, არამედ სხვა თემაზე. სხვათა შორის მოგწერეთ კომენტარებში თუ გაინტერესებთ სხვა თემებით, სიამოვნებით ჩვენ ამაზეც გავაკეთებთ, მაგრამ სანამ დავასრულებ დღევანდელ ეპიზოდს და ძალიან გთხოვთ რომ მოგწეროთ კომენტარებში თქვენი საყვარელი როგორ თქვა, მაგრამ თქვენთვის საინტერესო კრიმინალური პერსონაჟები ვინ არიან? რეალური ოღონდ ლუპენზე და რაღაც ლიტერატურულ გმირებზე აქ არ არის საუბარი. მოკლედ, სანამ დავასრულებ დღევანდელ ეპიზოდს, ბონუსად, არაჩვეულებრივ შვიდეულთან, მინდა მოგიყვეთ ერთ ადამიანზე, რომელიც არის ინდოეთის მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი თაღლითი. ამ ადამიანის, მოკლედ გეტყვით ამ ადამიანზე, უბრალოდ ერთ-ორ ფაქტს. ამ ადამიანის სახელი იყო, უნდა წავიკითხო, მითხილეშ კუმარ შრივასტავა, მაგრამ მთელი ინდოეთი და არა მარტო, მას იცნობდა მეტსახელად ნატვარალალი. რას აკეთებდა ნატვარალალი? მთავრობის წარმომადგენლის როლში ხვდებოდა მდიდარ ადამიანებს და სთავაზობდა სხვადასხვა არქიტექტურულ შენობას, ნაგებობას. ესე ნატვარალალმა მოახერხა და გაყიდა ინდოეთის პარლამენტის შენობა, იმ კაცის ტვინში ჩამახედა, ვინც იყიდა, მაგრამ მაინც, წითელი ციხე-სიმაგრე და იცით რა, მოდით მესამე და ალბათ ყველაზე ცნობილი ამ სიაში რა იყო? თქვენ მოგწერეთ. გაარკვიეთ და მოგწერეთ, შეიძლება ისედაც იცით რა გაყიდა ნატვარალალმა. კაცი მე ვარო, მაგან უნდა თქვას, ესე იგი, ესეთი ძალიან ცნობილი თაღლითი იყო ინდოეთში. დიდი მადლობა, მოიწონეთ, მოგწერეთ, გამოგვყევით ყველა თქვენი მოწონება, ლაიქი, კომენტარი ეუბნება YouTube-ის და სოცქსელების ალგორითმს, რომ გამოიწერეთ პროექტი 64 და ამ შემთხვევაში პირადი საქმე. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ, მადლობა, რომ მხარს გვიჭერთ. კარგად გზანდებოდეთ და შემდეგ ეპიზოდამდე.